სპორტისა და ახალგაზრდობის საქმე და დეპარტამენტს ახალი უფროსი ყავს. მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით თანამდებობაზე ბათუმის საკრებულოს წევრი ნოდარ ფუტკარაძე დაინიშნა. ახალი უფროსი თანამშრომლებს დღეს განათლების მინისტრმა წარუდგინა. ახალგაზრდულ საქმე და დეპარტამენტი 9 თვის წინ შეიქმნა. უწყებას ამ დრომდე რეზო ხარაძე ხელმძღვანელობდა. პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ხარაძე ქობულეთის გამგებლის მოადგილედ დაინიშნა. 26 წლის პროფესიით იურისტი ფუტკარაძე კერძო სექტორში მოღვაწეობდა. ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის აპარატში მუშაობდა. იყო აღმაშენებლის უბნის რწმუნებული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას ფუტკარაძე საკრებულოს წევრის ფუნქციებსა და ბიზნეს სკოლის ლექტორობას შეუთავსებს. ნოდარ ფუტკარაძის განცხადებით პრიორიტეტები უცვლელი რჩება და დეპარტამენტის გუნდი ახალ პროექტებზე კოორდინირებულად იმუშავებს. ჩამოყალიბების პროცესში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბატონმა რეზო ხარაზმა, რომელიც ამჟამად გამგებლის მოადგილედ დაინიშნა ქობულეთის რაიონში და მინდა ვუსურვო წარმატებები და რაც შეეხება ბატონ ნოდარს, ძალიან განათლებული, გამოცდილი ადამიანია, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე და ის არის მოტივირებული, წარმატებული ახალგაზრდა არის და ვფიქრობ, რომ ამ სამსახურს წაადგება მისი გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარების მიზნით საჭირო არის რესურსების ლოგიკური დაჯგუფება და შემდგომ მისი კოორდინირებული მენეჯმენტი. ამ კუთხით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თვითმმართველობაში მუშაობის დროს მაქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება. ვფიქრობ, რომ ერთობლივად შევძლებთ რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი კუთხე, რომელიც არის სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარება, შევძლებთ სხვადასხვა უწყებებთან ერთად მის პერსპექტივის აღზრდასა და წარმატებას.